მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ფესტივალი ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახალხო თეატრის სპექტაკლით „უსახელო ვარსკვლავი“ გაიხსნა. ღონისძიების მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო სახალხო თეატრების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია. გარდა საკონკურსო შერჩეული სპექტაკლებისა ჩატარდება მეტყველების, მსახიობის ოსტატობის, სცენური მოძრაობის, მუსიკისა და სხვა მასტერკლასები. ფესტივალი 8 ივნისს დაიხურება. წელს იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი 8 ქართული და 4 უცხოური სპექტაკლი. უცხოური დასები არიან რუმინეთიდან, ემირატებიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. 8 ქართული დასი იქნება საკონკურსო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ყოველ დღიურ რეჟიმში გაიმართება მასტერკლასები და საჯარო ლექციები, რაც ამ ფესტივალისთვის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ურთიერთგაცვლისთვის და შემოქმედებითი პროცესების განვითარებისთვის და ამას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფესტივალი და რა თქმა უნდა საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებული დასები მიიღებენ საპრემიო პრემიებს და შესაბამისად ამ თანხით ისინი დაეხმარებიან საკუთარი თავის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, საგასტროლო ხარჯებს და სხვა მნიშვნელოვან ხარჯებს და ეს ფესტივალი ამითაც გამორჩეულია, რომ ჩვენ ვეხმარებით მაქსიმალურად თეატრებს, რომ მათ თავიანთი საჭიროებებისთვის განივითარონ თავიანთი თავი. საქართველოს კულტურის სამინისტროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაფუძნდა სიღნაღის თეატრალური ფესტივალი, რომელიც პირველი წლის შემდეგ უკვე გახდა საერთაშორისო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო მეტი რეგიონი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ერთვება ფესტივალში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის მხარდაჭერა, როგორც სამინისტროდან, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან. როცა სიამოვნოა, საინტერესოა, მაყურებელი იყო როგორც ყოველთვის, სავსე იყო დარბაზი და იმედია, როგორც დაიწყო, ისე კარგად გაგრძელდება ეს ფესტივალი და რა თქმა უნდა უსურვო ძალიან დიდ ხანს სიცოცხლეს აი ამ ფესტივალს, იმიტომ რომ თავისი მნიშვნელობით მას აქვს უკვე რაღაცა ქართულ სათეატრო რუკაზე თავისი ნიშა. მინდა დიდი მადლობა უთხრა კულტურის სამინისტროს, პირადად ქალბატონ მინისტრს, ასევე იმ გუნდს, რომელმაც ამ თეატრალურ ფესტივალს ჩაუყარა საფუძველით, სიცოცხლის უნარიც მისცა და დღესაც ესე აქტიურად და კონკრეტულად ბატონ ასლამაზაშვილს და მის გუნდს გულისხმობ რა თქმა უნდა, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ბატონ დავით სონღულაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს აწუკვე, რომლის ინიციატივით და რომლის ასე ვთქვათ ძალიან დიდი შრომით დაფუძნდა და შეიქმნა ეს ფესტივალი და მინდა რომ მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს და წარმატებები უსურვო სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს. წელს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა იმის გამო, რომ ამ ფესტივალს ესწრება სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგიონი ხდება ის ცენტრი, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო თეატრები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ესე ნაყოფიერად. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ იდეამ გაერთიანა ძალიან ბევრი ადამიანი. მე მინდა მადლობა უთხრა მათ იმისთვის, რომ დღეს ეს ფესტივალი შედგა.